სულ მალე ქართული ვაზისა და ღვინის სექტორს ახალი კანონი დაარეგულირებს. 16 წლის წინ მიღებულ კანონში ვაზისა და ღვინის შესახებ შესატანცვლებათა პაკეტი მთავრობამ დღეს მოიწონა და დასამტკიცებლად პარლამენტს გადასცა. რა ცვლილებებს ითვალისწინებს ახალი კანონ პროექტი და როგორ უზრუნველყოფს ქართული ღვინის ინდუსტრიის განვითარებას. თემის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო ოთარ, მოგესალმებით. მოგესალმებით, მევესალმებით ტელემაყურებელს. ბატონო ოთარ, რამდენად ჩვენთვის არის ცნობილი კანონის შეცვლის ერთ-ერთი მთავარი მოტივი ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია იყო. რამდენად გვაახლოვებს ახალი კანონი ევროპულ მიმართულებასთან და რა სიახლეების მოუდინი უნდა გქონდეს სექტორს? მოგახსენებთ, პირველ რიგში მინდა ხაზი გავუსვარო, ეს აბსოლუტურ თანხმედრაშია უკვე. რა თქმა უნდა, ხანდაზმულობა კანონის არ ნიშნავს, რომ ის ან კარგი ან ცუდი, მაგრამ იყო მთელი რიგი მიმართულებებისა, რომელიც ჩვენ ჩავთვალეთ, რომ უკვე დროული იყო. აბსოლუტურ, ესე ვთქვათ, რეალობას მოვარგეთ ის, რაც უკვე ახალ კანონ პროექტშია გათვალისწინებული. ასევე გათვალისწინებულია რეკომენდაციები ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, ღვინის სავაჭრო ჯგუფის მხრიდან. შესაბამისად ჩნდება ახალი ტერმინოლოგიები, რომელიც უკვე მკვიდრდება საერთაშორისო არენაზე და ეს გახლავთ ქართული სიტყვა, ეს გახლავთ ქართული ტერმინოლოგია, ვინაიდან მოგესალმებით, ჩვენ ვართ ლიდერი ქვეყანა ღვინის წარმოებისა, შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ღირსეული ადგილი დავიმკვიდროთ. მათ შორის ალბათ ყველაზე საინტერესო რაც არის საზოგადოებისთვის გახლავთ ტერმინები, როგორც არის ქვევრის ღვინო, რომელიც თარგმანის გარეშე ტერმინად მკვიდრდება და იქნება ქვევრი ვაინ, უკვე საყოველთაოდ ცნობილი. ასევე გახლავთ ქვევრის ღვინო, რომელიც არის სპეციფიური შეფერილობის, განსაკუთრებული და ეს გახლავთ ქარვისფერი ღვინო ჩნდება, ასეთი გაგება უკვე აის ვაინი და ასე შემდეგ, ასევე სერტიფიცირების და ეტიკეტირების ახლებური თანამედროვე ევროპული წესები. გასაგებია, ძველი კანონის მთავარი აქცენტი იყო ფალსიფიკაციასთან ბრძოლა. ახალი კანონი ფოკუსს ხარისზე მოახდენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღვინომ პირველ რიგში ორგანურ ლეპტიკურ გამოცდას უნდა გაუძლოს. ამ მხრივ ამოცანის გადასაჭრელად რა მექანიზმებს გვთავაზობს ახალი კანონი? არსებობს უამრავი მექანიზმი, ეს კიდევ უფრო დაიხვეწა, გაცილებით უფრო მარტივი ხდება კონტროლი. აქვე ხაზი უნდა გავუსვათ ეტიკეტირებას. თქვენ როგორც იცით, ჩვენ მიმდინარე წელს იანვრიდან, როგორც შარშან დაკვირდი, დავიწყეთ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მონიტორინგის ფარგლებში, როგორც უვნებლობის კუთხით, ისე ფალსიფიცირების კუთხით ძალიან მკაცრი კონტროლი. ეს იყო მხოლოდ დასაწყისი, შესაბამისად ამ ცვლილებებიდან გამომდინარე სურსათის ეროვნულ სააგენტოს კიდევ ემატება გარკვეული პასუხისმგებლობები, რომელიც უზრუნველყოფს უკვე ხარისხებრივ მაქსიმალურ კონტროლს, რომელიც ბუნებრივია იქნება ფალსიფიცირების წინააღმდეგ ბრძოლა, შემდეგ გადაეცემა ბუნებრივია შესაბამის ორგანოებს და დაიწყება მოკვლევები. მაგრამ ხაზი უნდა გაესვას, რომ უკვე რა შედეგებიც გვაქვს, მიუხედავად იმისა, შეიძლება იყოს ძალიან მცირედ, მაგრამ იყოს რამოდენიმე დარღვევა. მე ვიტყოდი, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა ღვინის ხარისხი საქართველოში პრაქტიკულად დღითიდღე უმჯობესდება და ინერგება კარგი ღვინის წარმოების პრაქტიკა, რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია. ბატონო ოთარ, ახალ კანონ პროექტში ღვინის გარდა მევენახეობაზეც არის აქცენტი. ამ მხრივ რა იცვლება? აქ საუბარია, ესე ვთქვათ, სპეციალური გეოგრაფიული ინდიკატორების, როგორც იცით, ჩვენ გვაქვს საკმაოდ სპეციფიური მიმართულებები, არის ძალიან ცოტა ადგილი, სადაც მოდის კონკრეტული წარმომავლობის, მათ შორის არის უკვე, ესე ვთქვათ, გარკვეული პერიოდის წინ აღდგენილი ვაზის ჯიშები, რომელიც ჩვენ მოგეხსენებათ ჯიღაურა სამეცნიერო კვლევის ცენტრის ჩვენი სოფლის მეურნეობის ბაზაზე ხორციელდება აღნიშნული სამუშაოები. ჩვენ მოვიკვლევთ 4-ზე მეტი ენდემური ვაზის ჯიში, მიმდინარეობს ეს პროცესი და ყველა მათგანს თავისი ადგილწარმოშობა და გეოგრაფიული ინდიკაცია გააჩნია, ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ ადგილწარმოშობას. აი ეს გახლავთ სწორედ ის მოტივი, რამაც განაპირობა მათ შორის ჩვენ იცით, რომ ხვანჭკარაზე მაგალითისთვის გავაკეთეთ საპილოტო პროექტი, რომელიც იყო სრული პაკეტი ყველა ამ მიმართულებისა. და ბატონო, როდიდან შეიძლება შევიდეს ძალაში ახალი კანონ პროექტი, რამდენად სწრაფად მოხდება მისი მიღება? მოგეხსენებათ, ეს უკვე პროცედურის ნაწილია, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დიდი ალბათ ცვლილებები არ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ პრაქტიკულად გავლილია ყველა შესაბამის წრესთან და ეს უკვე პარლამენტზე იქნება დამოკიდებული, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ნებისმიერი კითხვა იქნება ეს თუ რეკომენდაცია, რეაგირება ქონდეს ძალიან სწრაფად, რომ რაც შეიძლება მალე დაინერგოს უკვე პრაქტიკაში. გასაგებია, თქვენ სულ ახლახანს იმყოფებოდით სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში და ცოტა ხნის წინ ჩინეთში. რა შედეგები დაბრუნდით? ორივე ეს მიმართულება ღვინის ექსპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვან ბაზრებად განიხილება. რამდენად არის ამის პოტენციალი?
უმნიშვნელოვანესია, თუმცა მე ცოტა გავცდი მხოლოდ ღვინის ექსპორტს ამ ამერიკასთან მიმართებაში. მე მოგახსენებთ თუ რა ტიპის შეხვედრები იყო, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ეს საზოგადოებას ძალიან აინტერესებს. ჩვენ სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან ქონდა შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების ფონდთან, ასევე ქონდა შეხვედრა სოფლის მეურნეობის შესაბამის დაწესებულების ხელმძღვანელებთან, მინდა იქ დეპარტამენტი ქვია მოგეხსენება და ასევე თამბაქოსა და სპირტიანი სასმელების ბიუროსთან, რომელიც უზრუნველყოფს ხელშეწყობას, ესე ვთქვათ, როგორც ჩვენთან არის დაუშვათ შესაბამის სააგენტოები, ღვინის სააგენტო და ასე შემდეგ, სადაც გაერთიანებულია და რეალურად შეიძლება ითქვას ეს არის სწორი ადრესატი იმისთვის, რომ ღვინის ექსპორტთან დაკავშირებით გვესაუბრა. ჩვენ დაგვაკავშირებენ უკვე რესტორნების, ესე ვთქვათ, მომარაგების ქსელთან ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ჩვენ გვექნება პირდაპირ კომუნიკაცია უკვე იმპორტიორთა ასოციაციასთან, იმიტომ რომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის ექსპორტის მაჩვენებლები, რომელიც ღვინის კუთხით არის ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი, სულ რაღაც 200,000 ფოთლის ფარგლებში, არა ძალიან ცოტა, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, აქვს საკმაოდ მაღალი ინდექსი ღვინის მოხმარების კუთხით, თუმცა მხოლოდ ეს არ ყოფილა ჩვენი საუბრის თემა, იყო სხვა მიმართულებებიც, მათ შორის ეკონომიკა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში მოგეხსენებათ და საქართველოს როგორც ესე ვთქვათ აბრეშუმის გზის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული წერტილი, თუ შეიძლება ასე ითქვას, თავისი განვითარების გეგმით, როგორც არის მოგეხსენებათ პორტის განვითარება, როგორც არის იმ მარშრუტის განვითარება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივა გახლავდა, თქვენ იცით, რომ ჩვენ ჩინეთის მხარესთან აქტიურად ვართ ამ თემაში ჩართული, პლუს მატარებელი, რომელიც 9 დღეს ჩამოვიდა, სხვათა შორის ძალიან ბევრმა მოქალაქემ ამის შესახებ არაფერი არ იცის და თქვენ წარმოიდგინეთ ეს, რომ დაახლოებით 40-45%-იან დროის ეკონომიას აკეთებს და ბიზნესისთვის მოგეხსენებათ დროფულია. ასევე იყო მთელი რიგი მიმართულებებისა, რომელიც საქართველოს როგორც ჰაბს წარმოადგენს, მათ შორის რა თქმა უნდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის ნაწილში და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს ამ მიმართულებით, რაშიც რა თქმა უნდა ჩვენ ყველანი შევთანხმდით და ველოდებით სერიოზულ გამოხმაურებებს. დაბადნოთ ქართული ღვინის გარდა რომერ აგრარულ პროდუქტზეა მოთხოვნა აღნიშნულ ბაზრებზე, თუ იყო ამაზეც საუბარი? რა თქმა უნდა, მოთხოვნა კვლავინდებურად ღვინოზე რჩება, რა თქმა უნდა, ასევე არის ხურზისეული წარმომავლობის სხვა სპირტიანი სასმელები, ალკოჰოლური სასმელები ზოგადად, ეს არის მინერალური წყლები, ეს არის თხილი, მოგეხსენებათ ჩვენ თხილის სახელმწიფო პროგრამად შევიმუშავეთ, რომლის მიხედვითაც მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გავხდებით ნომერ მეორე ექსპორტიორი სულ რამოდენიმე წელიწადში, ეს გახლავთ ძირითადი მიმართულებები, თუმცა ასევე დიდია დაინტერესება ეკოლოგიურად სუფთა ბიოპროდუქტებზე, რომლებსაც ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სერიოზულ ნიშას ვიჭერთ უკვე ბაზარზე. გასაგებია, ხვალ თბილისში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მერვე საერთაშორისო გამოფენა იხსნება. ვის ელოდებით აღნიშნულ გამოფენაზე და პრაგმატული თვალსაზრისით რამდენად მნიშვნელოვანია მისი თბილისში ჩატარება? მნიშვნელოვანი არ არის, ეს არის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი, იმიტომ რომ აქ ასამდე კომპანია იღებს მონაწილეობას, ასევე თქვენ როგორც იცით ჩამოყალიბებულია სტუმრად ვალისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, ახლა დანიშნული სხვათა შორის ხაზი უნდა გავუსვათ. ჩვენ მას ასევე ბორდოში შევხვდებით, ეს გრძელდება, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ახლა რეალურად სეზონი გავხსენით, იმიტომ რომ ასევე ძალიან დიდი ექსპო არის ბორდოში დაგეგმილი და ჩამოსულია ძალიან ბევრი კომპანია, ასევე აქ მხოლოდ ქართულზე არ არის საუბარი, ასევე არიან ჩამოსულები ღვინის ჟურნალისტები, ექსპერტები, კონსულტანტები და ასე შემდეგ და მათი როლი იმაში, რომ მონაწილეობენ, ეს გახლავთ საფრანგეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ძალიან ბევრი სხვა ქვეყნიდან, რომელიც პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციას ეწევიან. ძალიან დიდი მადლობა ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრი გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში გამოშვებას კი